ყველა ვიც მეტნაკლებად ყურადღებით აკვირდება თანამედროვე რუსეთს, ხედავს, რომ ქართული ოცნება ერთ-ერთი ოროსანი ბავშვები დაკოპი პეისტებს და იყენებს მათ პროპაგანდისტულ ნარატივებს, იყენებს მათ მეთოდებს, მათ დაიწყეს მათ მეთოდების გამოყენება ქუჩაში, დაიწყეს მათ მეთოდების გამოყენება სასამართლოში, ადამიანების დაშინების მხრივ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რო შევხედოთ გრძელვადიანად რა მოხდა რუსეთში ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ვინც ამ მეთოდით წავიდნენ, ბევრი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აი ამ ლოგიკურად ჩვენ შეიძლება იქამდე მივიდეთ. მაგალითად, დღეს რუსეთში უკვე YouTube ბლოკება პრაქტიკულად, ანუ YouTube-ზე ხალხი ვეღარ შედის თუ VPN-ს არ იყენებს, სხვა მესენჯერები ბლოკება, არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, ყველა მედია ჯერ ძალიან შეზღუდეს, ანუ როგორ მუშაობს ავტორიტარული რეჟიმი, ის გეუბნება, რომ შეიძლება საბავშვო სივრცეები რო არის ხოლმე იუსტიციის სამინისტროში და რაღაცებში, ეგ შეიძლება მოგიხაზოს პატარა საბავშვო მოედანი და გითხრას, რომ აი იქ შენი თამაში, იქ რაც გინდა ილაპარაკე, გამაკრიტიკე და ასე შემდეგ, ეს არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ არ შეიძლება რომ შენ გქონდეს ტრანსლაციის უფლება მთელს ქვეყანაზე, არ შეიძლება რომ ბევრ ადამიანში შენ ეჭვიდათესო, არ შეიძლება რომ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებში და ელიტებში შენ ეჭვიდათესო და რაღაც მომენტის შემდეგ თუ საჭირო ხდება, შეიძლება რომ ტოტალიტარულ მეთოდებებზე გადახვიდე და საერთოდ გააქრო სიტყვის თავისუფლება, საერთოდ გააქრო მედია რესურსები, მესენჯერები, სხვა აპლიკაციები და ასე შემდეგ, სადაც ალტერნატიული აზრი შეიძლება ისმოდეს.